მოგესალმებით. დღეს მინდა ასეთ თემას შევეხო, რისთვის გვინდა ურთიერთობები. ჩვენ ხშირად ვეძებთ პარტნიორებს იმისთვის, რომ გავხადონ უფრო ბედნიერი. თუ ჩვენ თავიდანვე შევდივართ ურთიერთობაში, იმიტომ რომ პარტნიორმა გავხადოს ბედნიერი, ამ ურთიერთობაში გველოდება იმედგაცრუება. ურთიერთობები არ გვეძლევა ამისთვის. ჩვენ შევდივართ ურთიერთობაში, რომ გვიყვარდეს. თვითონ ჩანაფიქრი იდეა ურთიერთობა არის ის, რომ ადამიანებმა ისწავლონ სიყვარული, პატივისცენ ერთმანეთს, დაიცვან საზღვრები. და თუ ჩვენ შევდივართ ურთიერთობაში, იმიტომ რომ დავუმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ ღირსი ვარ სიყვარულის, რომ ღირსი ვარ ვუყვარდეთ, თუ ვცდილობთ ჩვენი შინაგანი სიცარიელის შევსებას, მოლოდინში რომ მეორე ადამიანი მოგცემს ბედნიერების შეგრძნებას, თავში დარწმუნებულობას, რომ ფასეულნი ვართ, ეს შეცდომა და გველის იმედგაცრუება. თუნდაც რომ ურთიერთობის დასაწყის ეტაპზე მოგვეჩვენოს, რომ ასეა და ილუზიებით გამოვიკვებოთ თავი, ეს ჩამოიშლება როგორც ქვიშაზე აშენებული სახლი. და ვილაპარაკოთ ორ მთავარ კანონზე. კანონი პირველი. ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ ის, რაც არ გვაქვს. ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, ქალს თუ მამაკაცს. თუ შენ რაღაცა არ გაქვს, არ შეგიძლია ის მისცე სხვას. მაგალითად, ვიღაც რომ მოვიდეს და მე მთხოვოს სიტყვაზე მომეცი ვაშლი. მე თუ არ მაქვს ვაშლი, ვერ მივცემ ვაშლს. იგივეა სიყვარულიც. თუ შევდივართ ურთიერთობაში იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც ჩვენ არ გვაქვს, ვერ მივიღებთ. თუ ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი თავი, ვერ შევიყვარებთ სხვას. და როცა ადამიანი ამბობს, რომ მიყვარს ჩემი თავი, შემიძლია სიყვარული, ეს არის თავის მოტყუება. თუ შენ არ გიყვარს შენი თავი, ვერ გეყვარება პარტნიორი. კი არის ემოცია, თუმცა ეს ემოცია არ არის სიყვარული, მას მიჯაჭვულობა ჰქვია. ეს ძალიან მტკივნეული და გამანადგურებელი გრძნობაა. და როცა ჩვენ გვაქვს ტოლვა და ესე ვთქვათ, ლომკა, როცა ადამიანი არ არის ჩვენს გვერდზე, ეს არის მიჯაჭვულობა. საწყის ეტაპზე ურთიერთობის ეს ნორმალურია. ჩვენ გვაქვს სიყვარულის სტადიები, რაღაც ესეთი იერარქიული წყობა. ლუდუსი, ეროსი და სიყვარულის მაგია. და თუ ჩვენ ვიჭედებით რომელიმე ამ ეტაპზე, მაგალითად ლუდუსზე, სადაც მხოლოდ ემოცია სიამოვნება და ურთიერთობებია პასუხისმგებლობის გარეშე, ეროსი, გრძნობიარე სიყვარული, სადაც უკონტროლო ტოლვა, სიგიჟე და მანია, ეს მიჯაჭვულობა. ეს არ არის სიყვარული. განსაკუთრებით ეროსი. ლუდუსზე კიდე შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც ესე პასუხისმგებლობის გარეშე ურთიერთობები, რაღაცა მორჩა, დავასრულეთ და მშვიდობით დავიმშვიდობეთ ერთმანეთს, ხო? ეს ეროსი უკვე ცოტა ესეთი გამანადგურებელი გრძნობა, მიჯაჭვულობა, სადაც ჩნდება ესეთი მანიური. და მხოლოდ მაშინ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, თუ დავიწყებთ საკუთარი თავის გაზრდას, მიმღებლობას, საკუთარი თავისთვის მიცემას იმისას, რასაც პარტნიორისგან ვითხოვთ. მხოლოდ მაშინ შეიძლება შემდეგ საფეხურზე გადასვლა. იმ მაღალ საფეხურზე სიყვარულისა, რომელზეც წერენ პოეტები, იმ სიყვარულისა, რომელზეც ბრძენები საუბრობენ. როცა თანხმობაში მოდის, შეერთება ხდება სხეულის, მენტალური და სულის. ანუ კანონი პირველი. არ შეგვიძლია მივცეთ სხვას ის, რაც ჩვენ არ გვაქვს. ნიშნავს, თუ ჩვენ გვინდა ვინმე გვიყვარდეს და ზუსტად ამიტომ შევდივართ ურთიერთობაში, რაც არ უნდა ვცდებოდეთ, რომ ჩვენ მივიღებთ სიყვარულს. არა, ეს ასე არ არის. თუ ჩვენ გვინდა ნამდვილი ხანგრძლივი ჯანსაღი ურთიერთობა, რომელიც წლების განმავლობაში უფრო მყარდება და ძლიერი ხდება, დავიმახსოვროთ, რომ მაშინ ჩვენ მივდივართ ურთიერთობაში იმისთვის, რომ გავცეთ და არა ველოდოთ მას. კანონი მეორე.
აი, ცოტა ხანში ჩავწერ კანონ მეორეს. დამელოდეთ.